მოგესალმებით. მოგეხსენებათ, დღეს გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე სახელმწიფოების შეფასება იქნება განხილული და სამწუხაროდ ჩვენი მონაცემებით საქართველოს აქვს როგორც მოსალოდნელი იყო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება, ძალიან ცუდი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას დამღუპელობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ბანდა ატარებს საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ქართველი დატოვებს, რომ საქართველო ამ წლების განმავლობაში, რაც ივანიშვილის ბანდა არის ხელისუფლებაში, მილიონზე მეტმა ქართველმა იძულებით დატოვა და ნიშნავს, რომ კიდევ მეტი დატოვებს და მათ ჩაანაცვლებს აბსოლუტურად საქართველოსთვის უცხო ტომიდან მოსული ადამიანები, სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები, მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ საქართველო იცლება ქართველებისგან ამ მოღალატეთა ბანდის პოლიტიკის წყალობით და ივსება უცხო ტომელებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი ივანიშვილის ბანდის საქართველოში არსებობისა და მათი ხელისუფლებაში უკვე მე-14 წელია ყოფნისა, რაც ქართული ეკონომიკის ძარცვით, ქართული ბიუჯეტის ძარცვით არის გამორჩეული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მძიმე შედეგი ამ რეჟიმის საქმიანობისა არის სწორედ ეს, რომ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები ვერ ხედავენ განვითარების პერსპექტივას, ვერ ხედავენ მათი აქ ყოფნის და ოჯახების რჩევის შესაძლებლობებს და პრობლემების მოგვარების პერსპექტივას, ისინი იძულებულები არიან გადაიხვეწონ საქართველოდან, დატოვონ საქართველოს ფარგლები და წავიდნენ უცხოეთში, ემიგრაციაში და ეს პროცესი პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობს მთელი ამ 13 წლის განმავლობაში და ის, რომ საქართველო მეტად და მეტად ცილდება ევროპულ სტანდარტებს, იქნება ეს დემოკრატიული განვითარების კუთხით თუ სხვა მიმართულებით, ეს არის სწორედ ამ პოლიტიკის შედეგი. ის, რომ დიდრდებიან ივანიშვილისა და მისი ბანდის გარშემო მყოფი ადამიანები და ამითი რაღაცა ეკონომიკური სტატისტიკის მონაცემებს ალამაზებენ, ამითი ქართული საზოგადოების და ქართულ მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი უკეთესობისკენ არ ეცვლება და ეს არის მთავარი შედეგი აი ამ მოღალატური პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ბანდა ახორციელებს. რაც შეეხება ჩვენი ევროპელი მეგობრების პოლიტიკას და დამოკიდებულებას დღეს არსებული საქართველოში დღეს არსებული სიტუაციის მიმართ, ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ იმ კუთხით მუშაობთ, რომ იყოს განსხვავებული დამოკიდებულება ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ამ რუსული ბანდის მიმართ და ქართული მეორე მხრივ ქართული საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ და ეს იყოს, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება გამიჯნული. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეც უნდა რომ საქართველო იხილოს ევროკავშირში, ანუ იხილოს იმ ცივილიზებულ დემოკრატიულ ერთა ოჯახში, სადაც ძალიან მაღალია დემოკრატიული სტანდარტები, მაღალია ეკონომიკური განვითარება, სოციალური უზრუნველყოფა, მაღალია განათლების ჯანდაცვის დონე და მაღალია სახელმწიფოს
და მოქალაქის ურთიერთობის ხარისხი და აქედან გამომდინარე ჩვენ თვლით რომ ჩვენი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ ეს დამოკიდებულება გაითვალისწინონ და ეს დამოკიდებულება იყოს ასახული მათ გადაწყვეტილებებში. ამის გამო ვფიქრობ რომ თუ რაიმე სანქციები შეიძლება მოყვეს ამ ანგარიშს ან შემდგომ სხვა ასე ვთქვათ შეფასებებს, უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული. ერთის მხრივ ივანიშვილი და მისი კრიმინალური მოღალატეთა ბანდა და მათ მიმართ რა თქმა უნდა დაწესდეს შესაბამისი სანქციები და ეს სანქციები სულ უფრო და უფრო მზარდი უნდა იყოს და მათ შორის მათ უნდა წაერთვათ შესაძლებლობა უვიზოთ იარონ ევროკავშირში, მაშინ როცა დღე და ღამე დილას იწყებენ და საღამოს ამთავრებენ ევროკავშირის ლანძღვით და ზოგადად ევროპის ლანძღვით და ევროპული ცივილიზაციის ლანძღვით, რომლის ნაწილი და ფუძემდებელი ქართული სახელმწიფოა და ქართული საზოგადოებაა. და მეორეს მხრივ უნდა იყოს სხვა პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში, 99% ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას კვლავაც უნდა ქონდეთ საშუალება ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდნენ უვიზოთ. ანუ აი ეს ორი მიდგომა უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი ევროკავშირის მხრიდან და იმედი გვაქვს რომ ამ ჩვენს თხოვნას და ამ მოწოდებას, რომელიც არ არის რამდენადაც ჩვენ ვიცით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია და აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პროდესალური პოლიტიკური ძალებისა, სწორედ ამ მიდგომას ადვოკატირებს ევროკავშირთან მიმართებაში, ეს ყველაფერი იმედია იქნება ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან გათვალისწინებული. შეიძლება მართლა მოხდეს კონკრეტული ჯგუფის გულისხმობ ხელისუფლების რაღაც კონკრეტული ჯგუფის იგივე სანქციის მოთხოვნა, შემდგომ რეზოლუციებიც უნდა გამოქვეყნდეს ამას გულისხმობ და მეორე ნაწილში მაინტერესებს მართველი პარტიაც არის კრიტიკული რეზოლუციის მოლოდინში, ისინიც ამბობენ რომ ელოდებიან დღეს ესე ვთქვათ კრიტიკულ რეზოლუციას. ოღონდ მათი პოზიცია სხვანაირია და მტრულ ენაში და ესე ვთქვათ სხვა პოზიციით ადანაშაულებენ ევროკავშირს. მათი პოზიციაც რომ შეგვიყვასოთ. დიახ, ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან იქნება გათვალისწინებული ნაციონალური მოძრაობის და სხვა ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო თუ პროდესალური პარტიების პოზიცია, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვადვოკატირებთ მათთან მიმართებაში, რომ იყოს გამიჯნული ეს დამოკიდებულება ერთის მხრივ ივანიშვილის კრიმინალური მოღალატეთა ბანდის მიმართ, რომელთაც უნდა დაუწესდეთ სანქციები და იმედია რომ ეს ასეც მოხდება და მეორეს მხრივ ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში, ჩვენი მოქალაქეების 99%-თან მიმართებაში, რომ იყოს შენარჩუნებული ის სიკეთეები, რაც აქამდე ევროკავშირმა მისცა საქართველოს, მისცა ქართველ ხალხს, რადგანაც ევროკავშირი როგორც ორგანიზაცია და კვაზი სახელმწიფო, ისე როგორც მისი წევრი სახელმწიფოები, აბსოლუტური უმრავლესობა და პრაქტიკულად კონსენსუსით არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები ყველა მხარს უჭერს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველ ხალხს მის მისწრაფებაში ააშენოს ცივილიზებული დემოკრატიული ქართული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროპის ცივილიზებულ და დემოკრატიულ ერთა ოჯახის წევრი და გვჯერა რომ ეს მიდგომა იქნება გათვალისწინებული და სწორედ ამას მოველით მომავალში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ქართულ ხალხთან მიმართებაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სანქციებს და შესაბამის ზომებს ამ ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მიმართ, რომელიც დღე და ღამ იმით არის დაკავებული, რომ ლანძღავს ევროკავშირს და 1000 ციბინძურეს აბრალებს მათ და უნდა რომ საქართველო იყოს იზოლირებული როგორც ევროკავშირისგან, ისე საქართველოს ჭეშმარიტი სხვა მეგობრებისგან და საქართველოს სხვა გამოსავალი არ ქონდეს, რომ იყოს ისევ რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე და იმეგობროს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან
და ჰამასთან და აითოლებთან. ეს არის ის პერსპექტივა, რასაც უსახავს ეს რეჟიმი ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას, რომელიც რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ხალხისთვის. ხელისუფლება წინა ხელისუფლების დატოვებულს და ზოგადად როგორ ფიქრობთ, რატომ დატოვა ხელისუფლება მანაკლია ყურადღების გადაშენებას? რაც შეეხება ანაკლის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეული თემაა, ისე როგორც ყველა სხვა პრაქტიკულად პროექტი, რომელიც დაიწყო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც მიმართული იყო ხალხის კეთილდღეობისათვის, ტურიზმის განვითარებისათვის, ტურისტების მოზიდვისათვის, ტურისტული ინდუსტრიის გაზრდისათვის და ხალხის დასაქმებისათვის, ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლებისათვის და ანაკლიას ერთ-ერთი ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო. გარდა ამისა, ანაკლიას ის დატვირთვაც აქვს, რომ ის ოკუპაციის ხაზთან უშუალო სიახლოვეს არის და გვინდოდა ამითი გვეჩვენებია ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის მიღმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში, როგორ ვითარდება ანაკლია, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, სიღნაღი, ქუთაისი, თბილისი, მესტია, რომ ამ ადამიანებს დაენახათ ქართული სახელმწიფოს თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს პრიორიტეტები და ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მექანიზმი ამ ოკუპაციის ხაზის მიღმა ცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ასე ვთქვათ გულისა და გონების მოსაგებად და სწორედ იმიტომ ებრძვის ყველაფერს რაც მიხეილ სააკაშვილმა დატოვა ამ ქვეყანაში აშენებული და გაკეთებული ბიძინა ივანიშვილი, რადგანაც ის ასრულებს პუტინის გეგმას, რომ პუტინს სურს საქართველო იხულოს როგორც არ განვითარებული ქვეყანა, როგორც აი დაახლოებით როგორც ჩეჩნეთია, შეიძლება რაღაცა შენობა აშენდეს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ის იყოს მორგებული რუსეთის ინტერესს, რომ არაფერი ის რაც კარგი გაკეთდა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს არ იყოს დაფასებული, რომ ის კურსი, ის გეგმა, ეკონომიკური განვითარება იქნება, სოციალური განვითარება იქნება თუ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და გაწევრიანება იქნება, ეს ყველაფერი იყოს უკუღმა შემოტრიალებული და ანაკლია როგორც ერთ-ერთი სიმბოლო აი ამ განვითარებისა და საქართველოს ახალი კურსისა უნდა იყოს განადგურებული, ისე როგორც მაგალითად აი იუსტიციის სახს ებრძოდენ და აი მოანგრიეს მისი გადასასვლელი ხიდი, რომელიც ამ კონსტრუქციის ნაწილი იყო, როგორც უნდათ რომ დაანგრიონ რიყეზე არსებული დოქები, უნდათ რომ დაენგრიათ აი ეს მშვიდობის ხიდი, მაგრამ ჯერჯერობით შენარჩუნდა, როგორც არ გააგრძელეს და ანგრევენ და ალპობენ თბილისის შემოვლით რკინიგზას, რომელსაც უნდა განეტვირთა თბილისში მოძრაობა და ძალიან დიდი განვითარების საშუალება მიეცა თბილისისთვის, ისე როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც პრაქტიკულად უკვე აშენებული და შექმნილი იყო და კონტრაქტებიც ხელმოწერილი იყო, ნაცვლად უნივერსიტეტისა კაზინო სამორინე გახსნეს. აი ეს არის შემოტრიალება 180 გრადუსით კურსისა, რაც განახორციელა ივანიშვილმა სწორედ პუტინის გეგმის შესაბამისად, იმისათვის რომ საქართველო იხილოს არა ევროპული, არა ცივილიზებულ ევროპულ ოჯახში და ცივილიზებულ ერთა შორის, არამედ იზოლირებული პუტინის დამორჩილებაში მყოფი ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ჰამასის და აითოლების გვერდით. აი ეს არის ორი განსხვავებული საქართველო და ანაკლიის ეს ხელოვნური შეგნებული განადგურება, გაკეთებულის არ მოვლა, არის ერთ-ერთი ამის დამადასტურებელი და ძალიან თვალსაჩინო მაგალითი ივანიშვილის ამ მოღალატეთა კრიმინალთა ბანდის მავნებლობისა და ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებისა. როგორც ქართულმა საზოგადოებამ არ იცის რა კონტრაქტი აქვს საქართველოს იმ
გაზის გატარებაზე, რომელიც რუსეთიდან მოდის საქართველოს გავლით და მიდის სომხეთში. ადრე ეს აბსოლუტურად გასაგები და გამჭვირვალე იყო, რომ 10%-ს ნატურით მთლიანად აი გაზის გატარებული გაზის 10% საქართველოს იტოვებდა. ახლა ჩვენ უკვე დიდი ხანია წლებია არ ვიცით ამ კონტრაქტის პირობები, რა რჩება საქართველოს, რა შემოსავალი შემოდის საქართველოს ბიუჯეტში, როგორც არ ვიცით არაფერი რამდენი გადაიხადა მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. აი იცით რომელიმე რამდენი გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტში კონკრეტულად მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. აი ესე არ ვიცით რამდენი შევა საქართველოს ბიუჯეტში ამგვარი პროექტებით. არა და ის კი ვიცით რომ თბილისის მახლობლად საუკეთესო ტერიტორიას დაეუფლებიან გაურკვეველი ადამიანები, ისიც ვიცით რომ ბათუმის გვერდით მდებარე და პრაქტიკულად ბათუმის ნაწილი ასევე სტრატეგიულ მიწას დაეუფლებიან ვიღაცეები. ჩვენ ვარაუდი გვაქვს რომ რეალურად ამ პროექტის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა და მისი გამდიდრების სურვილი, იმიტომ რომ არაფერი არ არის გამჭვირვალე, არავინ არაფერი არ იცის კონკრეტულად რამდენი ქართველი დასაქმდება იქ და რამდენი ლარი იქნება ქართულ ბიუჯეტში შესული. სწორედ მაგას გეუბნებით, ქვეყანამ რა სარგებლები ნახოს, რამდენი შევა საქართველოს ბიუჯეტში, რამდენი საქართველოს მოქალაქე დასაქმდება, არ ვიცით, არ არის ცნობილი. ეს არის აბსოლუტურად რაღაცა ეფემერული რაღაცა პროექტი, რომლის უკან ჩვენი ვარაუდი დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა, რომელიც პირდება საქართველოს წლების განმავლობაში აყვავებას, ხო, და ოქროს კოშკებს, მაგრამ ქართველი ხალხი რჩება აბსოლუტურად გაცურებული და მოტყუებული. აი ესევე ამ პროექტში არ არის ცნობილი რა ეკონომიკურ სარგებელს კონკრეტულად მიიღებს საქართველოს, რამდენი თანხა შევა საქართველოს ბიუჯეტში, რამდენი ქართველი დასაქმდება ამ პროექტით. ეს არის განცხადებები, ისე როგორც განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ივანიშვილისგან, რომ წყალტუბოს ააყვავებდა, ისე როგორც განცხადებები მოვისმინეთ, რომ საქართველოს იქნებოდა აყვავებული ქვეყანა და განვითარებული, მივიღეთ ნაცვლად ამისა საქართველოსდან ეკონომიკური, ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გაქცეული 1 მილიონზე მეტი ქართველი. საქართველოს უფრო მეტი ადამიანით დაიცალა ამ წლების განმავლობაში, ვიდრე შაჰ-აბასმა ძალით გაარეკა საქართველოსდან ჩვენი ხალხი. აი ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის საქართველოში 13 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამიტომ სიტყვები ერთია, დაპირებები ერთია და რა იქნება რეალურად ამას ნახავთ. ამ წუთას არაფერი არ არის გამჭვირვალე, ამ წუთას არაფერი ქართულმა საზოგადოებამ არ იცის კონკრეტულად ამ პროექტიდან რამდენი თანხა შევა საქართველოს ბიუჯეტში და რამდენი ადამიანი დასაქმდება. ციფრებს ადრეც ლაპარაკობდნენ ძალიან ბევრს, მაგრამ ძალიან ბევრი პროექტის თაობაზე, მაგალითად როგორცა ელექტრო მანქანების ქარხანა აშენდებოდა ქუთაისში, ძალიან ბევრი მოვისმინეთ, ხო? სადმე ნახეთ თქვენ ქუთაისში გამოშვებული ელექტრომანქანა რომელიმე? აი ესეთივე მტკნარი სიცრუით არის დაკავებული ეს რეჟიმი მთელი ამ ხნის განმავლობაში და ასე უნდა რომ კვლავ პირში ჩალა გამოვლებული დატოვოს ქართული საზოგადოება. როგორც მაგალითად ამბობდნენ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ რომ ელექტროენერგიის ტარიფს დაწევდნენ. ელექტროენერგიის ტარიფის დაწეული ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიტკოინების ქარხნისთვის ის იხდის 8 თეთრს და ქართველი ხალხი იხდის 23, 24, 25, 26 თეთრს და კომპანიები კი ამაზე ბევრად უფრო მეცაც კი. ანუ თავისთვის კი მოიწყო ის სამოთხე, რასაც ხალხს პირდებოდა, რომ ხალხს მოუწყობდა. ასეთივე არის ჩვენი ვარაუდით ეს და სხვა პროექტები, რომელთა უკანაც დგას ბიძინა ივანიშვილისა და მისი კრიმინალური კორუმპირებული
ბანდის გამდიდრების ინტერესები. ცლად გიპასუხეთ ამასთან დაკავშირებით და რაზეც მინდოდა აქცენტი გამეკეთებია თქვენი სახელი ბოდიში ირაკლი გენეცოლი კითხეთ ამასთან დაკავშირებით კითხვა ხო რაზეც მე მინდოდა რომ ყურადღება გამემახვილებია პასუხი გაგეცით იმის შესაბამისად ხა თქვენ რაც გინდათ რომ პასუხი გაგცეთ იმას ხო არ გაგცემთ ხო ჩვენ რაც თulit არის პრობლემა ამ პროექტთან დაკავშირებით იმაზე უკვე გიპასუხეთ ჩვენი აქცენტები რაც არის გიპასუხეთ უკვე პირდაპირ იყო ამისთვის გამოყვანილი იმის მიუხედავად რომ სააკაშვილმა შექმნა მისგან ესე ვთქვათ პოლიტიკური ფიგურა როგორც თავად წეს და ნუ ეს მაინტერესებს პირველი ნაწილი აი თქვენ ამდენად იზიარებთ ამ პოზიციას და მეორე ნაწილი კიდევ ერთხელ ანუ არაერთი მოწოდების შემდეგ მისი პოზიცია რომ კიდევ ერთხელ ოპოზიცია მათ შორის ნუ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ გაერთიანდეს და ზოგადად ოპოზიცია იყოს ერთიანი რომ შეგვეფასოთ რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ პოსტს მე ვფიქრობ ყველამ დავინახეთ რომ იქ წერია სიმართლე ბევრმა ეს ვიცოდით კიდევაც მაგრამ ესე ვთქვათ ეს აკუმულირებული ერთი პოსტის სახით პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ რომ ახლა დაეწერა ის სიმართლე რაც საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ცნობილი იყო რა და როგორ ვითარდებოდა ოპოზიციის შიგნით, პოლიტიკურ პარტიებს შიგნით, ნაციონალური მოძრაობის შიგნით, როგორ ცდილობდა ეს რეჟიმი ნაციონალური მოძრაობის გახლეჩას და კერძოდ არა მარტო, მაგრამ ამ წუთას ამ პოსტში ვინც წერია, ვინ იყო ჩართული ამ პროცესში, ეს პრინციპში ცნობილი ამბავია და ქართულმა საზოგადოებამ უფრო ფართედ ბუნებრივია, ვინც არ იცოდა, უნდა იცოდეს ამის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის და სხვა პოლიტიკური ძალების თუ ჯანსაღი სამოქალაქო ძალების ერთიანობას, ამის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მისი გუნდი უკვე დიდი ხანია საუბრობთ, ამაზე საუბრობდით წინა წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ხას უსვამდით, რომ ის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, რომ შეეცდება რეჟიმი ჩაატაროს მორიგი სპეცოპერაცია, რაც სამწუხაროდ დავინახეთ, რომ მოხდა კიდევაც და ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიქცეოდეთ ისე, როგორც თითქოს ჩვეულებრივი სიტუაცია და ყველას გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აი ჩვეულებრივ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა როგორც ჩვეულებრივმა პარტიებმა, რომ ეს პროცესი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის და ამიტომ ყველა ჯანსაღი ძალის განურჩევლად ასე ვთქვათ მათი პოლიტიკური გემოვნებისა და მიმდინარეობებისა უნდა ვიყოთ ერთად, იმიტომ რომ ერთად უნდა იყოს კონსოლიდირებული ქართული საზოგადოება და ასე დაინახოს ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ მოღალატეთა კრიმინალთა რეჟიმის წინააღმდეგ და ეს გაუადვილებდა ჩვენ ხალხს არჩევანის გაკეთებას. სამწუხაროდ ეს არ გაიზიარა მაშინ პრაქტიკულად პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა და ყველამ არჩია თავთავისი გზით ეულოთ და თითქოს ჩვეულებრივი არჩევნები იყოს ისე ააწყვეს ასე ვთქვათ თავისი საარჩევნო კამპანია. დღეს ვითარება როგორც მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ ბევრად უფრო მძიმეა ამ რეჟიმმა მოახერხა იმ სპეცოპერაციის ჩატარება ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო უარესი, კიდევ უფრო დამძიმებულ მდგომარეობაში ადგილობრივი არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ნათელი იყო, რომ იმ შედეგით დასრულდებოდა, რაზეც ვამბობდით კიდევაც ამ პროცესის წინ, ამ სპეცოპერაციის წინ, რითაც დასრულდა. ახლა
პრაქტიკულად ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ გომარეობა ძალიან რთულია. რეჟიმმა ასევე მოახერხა მისი პროპაგანდისტული ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებიც ხელმძღვანელობენ კრემლიდან წამოსული PR ინსტრუქციებით, მოეხდინა საზოგადოების დახლეჩა, მოეხდინა ზოგადად პოლიტიკის დისკრედიტაცია, მოეხდინა სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ პარტიის დისკრედიტაცია. დღემდე აგრძელებს ამ პროცესს, დღემდე აგრძელებს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების დისკრედიტაციას, ლანძღავს 24 საათი. ამიტომ ბუნებრივია, ახლა უფრო ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველა იმ ძალაზე, იქნება ეს პოლიტიკური თავისი სახელწოდებით თუ არაპოლიტიკური, ვინც არის პატრიოტული ძალა ჩვენს ქვეყანაში. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა, ვინც არ ემსახურება ამ რეჟიმის ინტერესებს, ვინც ან პირდაპირ არ არის დაქირავებული ამ რეჟიმის მიერ, აი მაგალითად როგორიც არის ეს ახალად შექმნილი რაღაცა ნეიტრალური საქართველო და ასე შემდეგ მისი და ეს ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის ძალა, ანუ ისევ კოცების, რუსკოცების განაყოფები და თუ ვინც დღეს ასე ვთქვათ სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობს, ისინი გონს მოეგებიან, ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული ერთ დიდ საერთო მოძრაობაში საქართველოს გადასარჩენად. საქართველოს გადარჩენა არის მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დე ფაქტოდ იმყოფება კრიმინალური რეჟიმი, რომელმაც მოახდინა არჩევნების ფალსიფიცირება და არჩევნების გაყალბების გზით არის როგორც არალეგიტიმური პარლამენტი, მთავრობა და არალეგიტიმური სტრუქტურები. ამიტომ ამას ჩვენ რა შეგვიძლია მშვიდობიანად დაუპირისპიროთ, ამას რა შეგვიძლია ჩვენ არაძალადობრივად დაუპირისპიროთ, შეგვიძლია დაუპირისპიროთ ჩვენი ერთიანობა და მტკიცე პრინციპული ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ანუ მაინც რესურსი, აი იგივე არჩევნებამდე თვითმმართველობის არჩევნებამდე ვიცით ხო, როგორი ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იგივე ნელო გახარიას მისამართით და იქედანაც პირიქით ძალიან შეურაცხმყოფელი რეპლიკები ისმოდა შემდგომ უკვე სხვათა შორის აი მშვიდობიანი რევოლუციის თემასაც ძალიან აქტიურად ძალიან წოვედა კრიტიკებდნენ სხვადასხვა ეპითეტებით. ანუ აი ამ ყველაფრის ფონზე მაინც როგორც ვთქვით, თუ ვიღაცები ესე ვთქვათ სასარგებლო იდიოტების როლში არ დარჩებიან და ვინც ესე ვთქვათ არ არის ფორმალურად გამოყოფილი ოცნებას, მაინც ვფიქრობთ, რომ რაღაც რესურსი უნდა იყოს ერთიანობის, ხო? თუ მაგალითად იგივე დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და თუ მოხდება ასე. ნუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც პირდაპირ არის ქვედანაყოფი ამ რუსკოცებისა, მაგალითად როგორიც გახარია არის და ეს ყველამ კარგად დაინახა, მათთან სალაპარაკო არაფერი არ აქვს, ვინც ამ რეჟიმის სასარგებლო იდიოტების როლი ითამაშა, მაგალითად ჩვენი აზრით მაინც როგორც ლელო არის და მიიღო მონაწილეობა ამ რუსულ სპეცოპერაციაში, თუ ისინი მოიგებიან გონს და ასეთი ტიპის ძალები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ აი მე ვებრძვი ივანიშვილის კრიმინალურ და მოღალატეთა ბანდას და აი ეს რუსეთის პრაქტიკულად მეხუთე კოლონა მაქვს დასამარცხებელი და თან პარალელურად მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას 100,000 მხარდამჭერიანად უნდა ვებრძოლო და ისინიც დავამარცხო. ხო, ეს არის, ნუ რბილად რო ვთქვა, რა თქმა უნდა, სასარგებლო იდიოტიზმი და ზუსტად ამ რეჟიმის სამსახურში ყოფნა. ალბათ უნებლიეთ, ხო? თუ ვინმე ასეთი იდიოტია და ამას ასე აკეთებს, ნუ ეს მათი პრობლემა აქვს, მაგრამ ეს არის სწორედ ის, რაც სჭირდება რეჟიმს. აი ვინც ამ რეჟიმის პროპაგანდისტული და პოლიტიკური პარადიგმიდან შეძლებს თავის დაღწევას და დადგება ეროვნულ სწორ ჯანსაღ პოზიციაზე, რაც არის ერთადერთი მოთხოვნა ქართველი ხალხის, რომ ყველა ჯანსაღი ძალა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ არ ემსახურება ამ რეჟიმის ინტერესს, ყველა დადგეს ერთად, ეს არის ერთადერთი სწორი აზრი. ხო, ვფიქრობ ამას რაღაცა დიდი პოლიტიკური წიაღსვლები და ანალიტიკოსობა არ ჭირდება. ქართული საზოგადოება განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა, უნდა იყოს ერთად, იმიტომ რომ სხვა გზა რომ დავამარცხოთ მშვიდობიანად არაძალადობრივად ეს
მოღალატეთა კრიმინალთა რეჟიმი, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთი, რომელიც თვითონ წარმოადგენს რუსეთის მეხუთე კოლონას და ეყნობა შავ ფულს, კრიმინალს და მის ბერკეტებს, რომელიც აქვს ხელში ჩაგდებული, არ არსებობს გარდა ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ პრინციპული ერთიანი ბრძოლისა. დაასრულოს გოგონამ და დაასრულოთ და კი ბატონო, არსად არ გავრბივარ, გიპასუხებ თქვენს. როგორც ვიცით, დღეს უნდა გამოქვეყნდეს, ასე არის ყოველ შემთხვევაში დაანონსებული ის სამართლებრივი არგუმენტები, რითაც არის გამყარებული ქართული ოცნების ეს საჩელი. რა მოლოდინი გაქვთ, უკვე ვიცით, რომ ლელომაც მათ შორის სამართლებრივი ბრძოლა დაანონსა, რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა, როგორ აპირებს პოლიტიკური თუ იგივე სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას საჩელის შემდეგ. რაც შეეხება ამ რუსკაცების მიერ თავის ჯიბის საკონსტიტუციო სასამართლოში ეგრეთ წოდებული სარჩელის გაგზავნას, ნათელია რა აბსურდსაც ჩაწერენ შიგნით, აი რა ბოდვებიც ისაუბრეს, რა ასე ჩაატარეს იმ ღალატის კომისიის დროს იმ არალეგიტიმურ პარლამენტში, ვიცით, ისინი კვლავ გააგრძელებენ საქართველოს დადანაშაულებას რუსეთის აგრესიაში, რომ რუსეთი კი არ არის თურმე აგრესორი და რუსეთი კი არ არის ომის დამწყები, თურმე საქართველოს ყოფილა, საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი ყოფილა ომის დამწყები, ამას დიდი ხანია ლაპარაკობენ და ამ მოღალატურ ხაზს და პოლიტიკას კვლავაც გააგრძელებენ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ წაგვიყენებენ ბრალად, რომ საქართველოს მივყავდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენ ვართ რაღაცა ამ დასავლეთის აგენტურა და თვითონ არიან მამა აბრამის ბატკნები და არ არიან პუტინის მონები და პუტინის მსახურები, რომლებსაც საქართველოს მიყავთ იზოლაციის გზაზე და უნდათ რომ დააბრუნონ პუტინის გეგმის შესაბამისად რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე. ეს დღეს ეს ორი ფილოსოფია, ორი განსხვავებული ხედვა ებრძვის ერთმანეთს და ბუნებრივია ამიტომ ზის პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში, ამიტომ არის ის პუტინის პირადი პატიმარი და მძევალი, რომ ეს ორი ფილოსოფია, ერთი პროდასავლური ქართული სახელმწიფო, რომელმაც არ დაუხარა თავი რუსეთს და მეორე ივანიშვილის კრიმინალური ბანდა, პუტინის მონების ბანდა, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი კი არ არის აგრესორი და ომის დამწყები, თურმე საქართველოს ყოფილა, რომ თურმე დასავლეთს უნდა ომი და რუსეთზე ხმარ უნდა მოვიღოთ და რუსულ ოკუპაციაზე ხმარ უნდა მოვიღოთ, ოკუპაციის ხაზის ქვეყნის შიგნით შემოწევაზე ხმარ უნდა მოვიღოთ და უნდა ვიყოთ დახრილები, ოღონდ ამ ბანდამ გააგრძელოს ქვეყნის გამოხრა შიგნიდან, ფულების მოპარვა ბიუჯეტიდან, ეკონომიკიდან გამოწოვა სიკეთეებისა, რაც ქართულ ხალხს ეკუთვნის, ოღონდ თვითონ გაისქელონ ჯიბეები და აიწყონ ცხოვრება, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქართული სახელმწიფო, საერთოდ არ აინტერესებთ ქართული საზოგადოების პრობლემები და ქართული საზოგადოების ბედი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ამ 13 წლის განმავლობაში. ეს იქნება კიდევ ერთხელ გამოტანილი მათ ამ დოკუმენტში, რასაც აბსოლუტურად არაფერი სამართალთან, სამართლიანობასთან თუ სამართლებრივ დოკუმენტთან არ ექნება, ეს არის თავიდან ბოლომდე პუტინის პროპაგანდა და ეს ბოდვა, რასაც აი ამ წელი 13 წლის განმავლობაში ვისმენდით და განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში და რაც დაგვირგვინდა ამ ღალატის კომისიის სახით. თუმცა ბატონო გიორგი, აი მაინც თუ აპირებთ პირობითად აი 9 თვიანი ვადა აქვს ხო საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საჩელის წარმოებაში მიღებისთვის, რომ მიიღოს აი ლელომ ხო მაგალითად იგივე უკვე მოამზადა და სამართლის ასე ვთქვათ პასუხით უპასუხეთ. თქვენ ხომ ან უნდა შეიკრიბოს პირობითად რაღაც პოლიტიკური საბჭო, რომ იმსჯელოს რა პასუხი გასცეთ, ან შემდეგ თუ მართლა აიკრძალება პარტია, მაშინ რა გეგმა გექნება, კონსულტაცია ხო დაიგეგმა მათ შორის. კი, რაც შეეხება ამაზე რეაგირებას, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო რა თქმა უნდა შეიკრიბება და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. პირადად მე ვთვლი, რომ ჩვენ რადგან ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია და მას არაფერი საერთო არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან და ბუნებრივია, სადაც არის პოლიტიკური პროცესი, იქ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, ჩემი აზრით.
მაგრამ ბუნებრივი არის წონიანი საპირისპირო არგუმენტები, ისე როგორც საზოგადოებაში, ასევე ჩვენს პარტიაშიც შეიკრიბება ჩვენი პოლიტიკური საბჭო და პრეზიდენტ სააკაშვილის აზრისა და პოლიტიკური საბჭოს უმრავლესობის გათვალისწინებით ნაციონალურ მოძრაობა საბოლოოდ ჩამოყალიბებს თავის პოზიციას. ამისთვის გვაქვს დრო და ჩვენ ჯერ არ ვთქვარობთ ამასთან დაკავშირებით, ნახავთ პროცესებს დავაკვირდებით. გზის გადაკეტვასა და პროვოკაციებზე გითხავთ თუ შეიძლება აქციის მონაწილეები ვიზა მიმართულად არყოლან კანონს. თქვენი პოზიცია რომ გითხრათ, უნდა დაემორჩილონ თუ არა კანონს აქციის მონაწილეები. თუ თქვენ ლაპარაკობთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე, თუ ვინმე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს კონსტიტუციას და ფეხქვეშ თელავს, ეს არის აი სწორედ ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა, რომელიც ჯიბეებს ისქელებს, რომელიც მდიდრდება ქართული ხალხის ძარცვის ხარჯზე, რომელიც მდიდრდება ქართული ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება და რომელმაც თავისი ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვიტა გამოიყენოს პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტები. ერთადერთი გზა ქართულ საზოგადოებას, რომ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას ებრძოლოს, არის მშვიდობიანი პროტესტი და მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტის ამ კრიმინალთა ბანდის წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმა არის სწორი, რადგანაც ჩვენ სხვა გზა გარდა მშვიდობიანი პროტესტისა არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ხელისუფლება არის უზურპირებული და თუ ვინმე ფეხქვეშ თელავს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას, მაგალითად 78 მუხლს, არის სწორედ ეს რეჟიმი. ჩვენი წევრები იღებენ მონაწილეობას, ჩვენი წევრები დაკავებულებიც არიან, ყველა ერთ და იგივე საქმით ვერ ვიქნებით დაკავებული, პოლიტიკოსებს თავის საქმე აქვს, აქტივისტებს თავის საქმე აქვს და ყველას გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით გაშლილი ფრონტი. ჩვენი წევრების დაპატიმრება აკლია ამ რეჟიმს, ჩვენი მთავარი ლიდერი ამდენი ხანი ციხეშიზის, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ციხეშიზის და ამდენი წევრი იქნა დაკავებული მათ შორის ამ აქციების დროს. გზის გადაკეტვის პროცესში თქვენ და სხვა ლიდერები თქვენი პარტიიდან რატომ არ იღებთ მონაწილეობას? ჩვენ ვახორციელებთ იმ საქმიანობას, რაცაც თვლით საჭიროდ და მიზანშეწონილ, მაგრამ როცა ეს რეჟიმი ვინმეს მიერ თავისი ქმედებების გამო შეფასებას გვეკითხება, შეფასება იმ ადამიანების საქციელისა არის ერთმნიშვნელოვნად ჩვენი მხრიდან ამ ადამიანების მხარდასაჭერი. და როდესაც რეჟიმი ცდილობს, რომ ეს ადამიანები მონათლოს დამნაშავეებად, დამნაშავე არის ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმი, რომელსაც ებრძვის საქართველოს მოქალაქეები, როგორც ვისაც როგორ მიაჩნია სწორად. და მათ შორის არის აი ამ ფორმითაც, ქუჩაში გამოსვლითაც და მშვიდობიანი პროტესტითაც. შესაბამისად, დამნაშავე და კრიმინალი არის ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა და არა ქალბატონი აზა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის და არაძალადობრივი პროტესტის იმ ფორმას მიმართავს, რომელსაც ისვლის საჭიროდ და ბუნებრივია ყველა ადამიანის მიმართ ვართ სოლიდარულები, ვინც სხვადასხვა ფორმით ახორციელებს თავის სამოქალაქო პროტესტს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა ერთ და იგივეს ვერ გააკეთებს და ყველა ერთ და იგივე ასე ვთქვათ ფორმით ვერ გამოხატავს ამ პროტესტს. ეს არც არის აუცილებელი.